ერთ რაღაც საინტერესო დიალოგს თუ რაღაც თემას წავაწყდი YouTube-ზე განიხილება ეს თემა, პოლიტიკური თემა, პოლიტიკური, მაგრამ ასე ვთქვათ, მე შორიდან დავიწყებ, რომ დამაინტერესა ამ თემა. ესე იგი, როდესაც განიხილება მართლმადიდებლების შეერთება, ესე იგი, მართლმადიდებლოს ორთოდოქსებს გვეძახიან სულ ჩვენ რომ მონოფიზიტებს ვეძახით მათაც და ჩვენც რა. და ესენი ეთიოპიელები, კოპტები, ნაწილობრივ სირიელებიც და სომხური ეკლესია. ესე იგი, მონოფიზიტების თვითონ და არც ფიქრობენ მაგას რომ მონოფიზიტები არიან და ჩვენს დოგმას, ესე იგი, აქეთ ჩვენ დიოფიზიტობას ავსებით იზიარებენ, არაფერი პრობლემა მათთან არ აქვთ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ როცა შეერთებაზე რომ დაიწყო ლაპარაკი და ისინი თავისუფლად მოდიან ჩვენთან თუ რომელიმე აზიარებიან, მათ პრობლემა არ აქვს რომ მიხვიდე ისინიც არ შეგიქმნიან პრობლემას. ხო, მონოფიზიტები ასევე არიან გაყოფილები, ინდოეთში არიან ბევრი, საერთო რაოდენობა თუ არ ვიცი 5 მილიონია, თუ 15 მილიონი არა. ხო და ესე იგი, ამ სიტუაციაში რა არის ხა? როდესაც გადაწყვიტეს შევერთდეთ, რა ვთქვათ და მაგრამ რა ვქნა, იგივე საკითხი დგება მაგალითად კათოლიკებთან დიალოგშიც. და კათოლიკებს აქვთ მათთან, ასე ვთქვათ, ვითომ თუ ასე ვთქვათ, მონოფიზიტებთან ეს პრობლემა. რა უყოთ ერთმანეთის წმინდანებს, ერთმანეთის გმირებს. ხო, მაგალითად ჩვენ წევლით მათი მოფსუტელს, იმას ამას და ეხლა ჩვენ არ დასტურდება ეს რომ რომელიმე წმინდანი გვყავდეს ჩვენ, რომელიც მაგალითად ასე ვთქვათ მონოფიზიტებმა მოკლეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი გმირები ჩვენთვის ანტიგმირები არიან. და ასევე მათთვისაც ცოტა უხერხულია, 15 საუკუნის წევრი ლანძღავდით და ეხლა რა უყოთ ეხლა გმირებსა და ანტიგმირებს. ეხლა რატო ვამბობ ამას? მოკლედ ამ ზელენსკის და მისი ორდენის ამბავი. იგი მე-20 საუკუნეში, მე-19 საუკუნე დაიწყო რაღაც მე-20-შიც და გრძელდება ბენდერას დროსაც და დიდხანს მოკლედ პოლონელებსა და უკრაინელებს შორის იყო დიდი ახლა შემოხლა. და ერთმანეთს გენოციდს უწყობდნენ. ესე იგი ეს ასე ვთქვათ ეროვნულ გამანთავისუფლებელი უკრაინელები გენოციდს უწყობდნენ. პოლონელებს და პოლონელებს უწყობდნენ გენოციდს. ეს ხა ესეთი მომენტია მე-19 საუკუნისთვის, რომ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც დაიწყო სტუდენტობის გამორკვევა ცალკე ნაციონალებად, ხო, ეს პროცესი განანაცვლებლების და იმპერიების დასასრული გრძელდება მე-19 საუკუნე. და საბოლოოდ წესრიგად დასრულებულიყო მეორე მსოფლიო ომის მერე. მე მას მოყვა ხო დეკოლონიზაცია ასე შემდეგ აზიის და აფრიკის. სამხრეთ ამერიკის. ხო და აი რატო ვაბრალით, რომ მე-19 საუკუნის იმპერიალისტური აზროვნება აქვთ ჯერჯერობით რუსებს. ესე იგი, ვინ არის რუსი? ეთნიკური არის, სახელმწიფოებრივი არის, რასიანი რაღაც ახალი ტერმინი შემოიღეს. მოკლედ ის რაც ბევრმა ერმა გაიარა, მათ რუსებმა ვერ გაიარეს. ავსტრო-უნგრული დაიშალა, იხე პრაღა მე-19 საუკუნეში, წმინდა წყლის გერმანული ქალაქი არის პრაღა, მაგრამ აი მე-19 საუკუნის განმავლობაში ყალიბდება მათი ჩეხური ცნობიერება. ხო, აი ესეთი პერიოდი იყო უკრაინელებსა და პოლონელებს შორის. ამასთან ერთად ხდება ესეთი რაღაც, რომ
ხდება ესეთი რაღაცა, რომ რელიგია ხა არის თუ არა ჩართული. აი ამ აქაც არის ეს საინტერესო. არის თუ არა ჩართული რელიგია ამაში. თვითონ პოლონელი მართლმადიდებლები, რომელიც დღეს ავტონომიური არის, ზოგადად რუსული იმპერიას დაქვემდებარებული პოლონელები არიან, უკრაინული წარმოშობის ბელარუსები. ეს არის მოკლედ აქ მართლმადიდებლობა კათოლიციზმის იკეთება გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო არის ეს ეთნიკური, ასე ვთქვათ, განნაციონალობის პროცესი არის. გამონა, ძნელი ეს განო ბერძნული სუფიქსი არის ერთი კატა. ეს არ თავიცარი, მაგრამ სუფიქსი და იქ იმასაც ესეთი მნიშვნელობა აქვს, რა რომ ზოგჯერ მას ნიშნავს აი განნაციონალურობა, შეგვანიშნავს ეს ნაციონალობის ნაციონალობის დაკარგვას, განჯადოებასავით. და მეორე არის განცალკევებას. მეორე არის განცალკევება. ესე იგი, რომ აი გამოცალკევდები და შენს იდენტობას მიიღებ. რა, ანუ ეს შეიძლება. მაგრამ იმაში ბერძნულში ეს არის იქ ორი ბრუნვაა და თუ ერთ ბრუნვაშია დადებითია, თუ მეორე ბრუნვაშია უარყოფითი რა ძირითადად. მიმართებას ნიშნავს. ხო. და აი ამ ასეთ სიტუაციაში ქართველებს ეს ბრუნვებთან არა გვაქვს მიბმული, ახლა ძველ ქართულში იქნებოდა. მაგალითად იყოს სახლსაშინა, ეს სახლსა უნდა იყოს მიცემითი ბრუნვა. ხო და სახლსაშინა. მივეცი სახლსა, მივეცი სახლისა. რა ნიცოდი ნაცობითი რა. სახლსაშინა და მე ხა ეს ბრუნვა ამოვაგდა სახლში და ხო ცალცაკე ეწერეოდა სახლსაშინა ხა. ბრუნვები არ ჩანს. ხო და ასეთ სიტუაციაში მოხდა მათ შორის დიდი დატაკება. ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ეს ომები და მე პირადად აქ შემხვდა ერთი უკრაინელი, ამერიკელი უკრაინელი და ბაბუა ჩემი მეუნებოდაო, რომელიც უკრაინელი იყო, ესე იგი ემიგრანტი. ამან არ იცოდა უკრაინული. ქართულად რო მიგვამგვანოთ, ოკეანეში ბანავდით და მე და ჩემი შვილები და ჩვენ რო ერთმანეთში ვლაპარაკობდით, უკრაინული ხო არ არის, ესე იგი იმდენად და მიგვამგვანა უკრაინელებს რა, ვიცი და მოვიდა უკრაინელები ხო არ ხართ? არა, მოთხრა ქართველები. მაგრამ დავილაპარაკეთ მე და იმან მომიყო რომ ბაბუა ჩემი მეუნებოდაო, რომ აი უგულავამ რო თქვა იმაზე ბიძოზე და წინ ბიძოს უნდა დავარტყო და იდაყვით მიშასო. ხო, ესეთი რაღაცა რო თქვა. აი რა ხო ეგეთი რაღაცა თქვა. უნდა დავარტყოთ. უკრაინელებს პოლონელებსა და მუშტი რუსებს. ესე იგი ეს ორ ცეცხლშუა დაახლოებით ჩვენ რო ვიყავით სპარსეთსა და ოსმალეთს შორის, თურქებს შორის. და აი ასეთ ამ ვითარებაში ზელენსკიმ გმირის წოდება მიანიჭა თუ რაღაც მის სახელი დაარქვა რაღაცას, იყო ადამიანი, რომელიც აი ამ ბრძოლებში ღებულობდა, აღწერებს ღებულობდა მონაწილეობას და დარბეული და გენოციდირებული ყავს. ეს პოლონელები. ეხლა ამას მოყვა ამბავი, რომ იქ შიდა დაპირისპირება არის პოლონეთში და ზუსტად აღარ ვიცი ხა დეტალები, სახელები, რაღაცა რომ მოკლედ პრემიერ-მინისტრს და ვიღაცა შორის არის დაპირისპირება და აი პრემიერ-მინისტრს უმოქმედობაში დაძდეს ბრალი და ეს იძულებული გახდა ეთქვა თუ მოკლედ ერთმანეთთან საწინააღმდეგოდ იპოპულისტეს აი ამ აი ნახე უკრაინელები აი ესე რომელსაც ჩვენ ვეხმარებით, შევიფარეთ
რომლებიც არ გჭირდება ჩვენ რა დაგვიცავს ნატო დეიდა და ესეთ რაღაცები იზახე რა ვეხმარებთ უკრაინელებს არ უნდა დავეხმაროთ ჩვენი ღარიბდებით ჩვენ თვითონ ხალხი პოპულისტური რა ჩვენ ეგრევე რო აყვდებიან ოსეთი აფხაზეთი ოსეთი აფხოსეთი და რელიგია ჩვენი სიწმინდე ილია მეორე 7-9-ზე გამრავლებული და ასე შემდეგ მოგეთ ეს პოპულისტების ამის გამო რეალურად უთხრესო წავართმევთ ამ ორდენს ზელენსკისა და ზელენსკიმ ადგა და პოსტით გაუგზავნა ეს ორდენი. და ამაზე მიდის მსჯელობა. მართლაც ეხლა რა საჭირო იყო ეხლა გმირად ამ ეტაპზე გამოცხადება ზელენსკის მხრიდან და რა საჭირო იყო იქიდან მხრიდან ამ ხელ ამბავს ატეხვა. რატო ეხლა? რატო მეგობრებო და თვითონ იმათ თავიანთ ეროვნულ განმათავისუფლებელ გმირად ყავთ ის ვინც უპასუხა უკრაინელებს თავის დროზე იმ გენოციდისათვის რა და თვითონაც უზარმაზარი გენოციდი მოუწყვეს უკრაინელებს ესე იგი იქიდან ეხლა ეგ დაახლოებით ისეთი რამეა გენოციდი და ეგ დაახლოებით ისეთი რამეა არ ვიცი ხარ როგორ გითხარ ხალხს რას უწყობ გენოციდს და ბავშვების ყველა დანაშაულია და ეს დანაშაული არ უნდა ჩაიდინო. არ არის ხა კბილის წინ და ძილიწილით ესეთ პიროვნებაში ზეცკი გამართლებული აღარ არის და ხა შენ წარმოიდგინე როგორ არის გამართლებული ეს როდესაც მე მაგალითად მოვკალი ვიღაცა და შენ დაერია ჩემს ბიძაშვილ მამიდაშვილებს მოდი და მე მომკალი შეგაიგაც და იმედა შენ რავი მოგეთ არის ესეც გამომართლებელი და საერთოდ ესეთი პრობლემები არის ხშირად ხდება აი უკრაინელი ბევრი ებრაელი უკრაინაში დარჩენილი ებრაელი ძალიან იციან რომ მათ მოუწყეს ეს გენოციდი უკრაინელებმა დარბევა უკრაინაში ებრაელებს კომუნისტების ინსპირირებული და ასე შემდეგ თუ როგორ იყო მაგრამ იციან ეს მაგრამ როცა ეხა ისინი ცხოვრობენ მაინც უყვართ უკრაინა ეძახიან ეს იყო იცინდეთი ავან გაიარა ჩვენ უყურებით წინ ესე იგი თუ ჩვენ გვინდა ერთად თანაცხოვრება თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ამ სპირალი გაწყდეს ესე იგი ურთიერთდადანაშაულების და ურთიერთმოწყობის და ჩვენ უნდა დავივიწყოთ პროსტად კი არ უნდა დავივიწყოთ მოდით ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებას თვითონმა ჩვენგანმა პატივი ვცეთ იყო ტრაგედია მაგრამ მოდით დღეს ახლა გავიხედოთ წინ და ესე არ არსებობს ისტორიული სამართლიანობა არსებობს მხოლოდ ესქატოლოგიური სამართლიანობა და სამართლიანი ადამიანის აი გუბასანიკიძე და ჩვენი ნაციონალისტები ხშირად ლაპარაკობენ ესეთ საქართველოს დიდება რო გაგვაუთო რუსეთის დიდი ვიქნებ და ჩვენ რაღაცა გვეკუთვნის რაღაცა არ გვეკუთვნის არავის არაფერი არ ეკუთვნის ყველას გვეკუთვნის ბედნიერება თითოეულ ადამიანს და ჩვენ ისეთი საზოგადოება უნდა ავაშენოთ თანაცხოვრება პოლიტიკური ადამიანებმა რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთს ხელი შეუწყოთ გაბედნიერებაში ამას თუ ხელს უშლის ჩვენი წარსული მაშინ ეს წარსული უნდა განვაგდოთ აქედან გამომდინარე მე ჩემს იდენტობას პატივს ვცემ მაგალითად მე გიორგი სააკაძეს ან თამარ მეფეს დიდ პატივს ვცემ მაგრამ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ისლამის გამანადგურებლად ითვლება და შეიძლება სოდიდი მადლობლები არც იყვნენ მაგალითად იგივე სომხები თამარის ან დავითის რომელმაც ანის ჩამოხსნა ალაყაფი და ჩამოიტანა თორწლები გელაჩი თუ რაღაც დავით აღმაშენებელმა რომელსაც დავით აღმაშენებელი თავის გავლობას სინამდვილეში თავად წერს რომ ჩემი არ ვიკმარე და სხვისას გადავწუდიო ესე იგი თვით დავით აღმაშენებელიც ამბობს რომ ეს არ იყო ბანდა მაინც სწორი საქციელი ხოლო ჩვენ ეხლა ვერ დავადანაშაულთ სომხებს ეხლა აქამდე სად მიმიყვანა ესე რატო ვიძახი არ შეიძლება ესე გამჭირობისას თქვენს კი ბატონო რაღაც შეიძლება სწორი არ იყო და უჟამო იყო ხა ეს ამ დროს მაგრამ ეს არავის ზელენსკის საქციელი მაგრამ ეს არავის საქმე არ არის ჩვენ ერთმანეთის გმირებს პატივი უნდა ვცეთ თუ გინდა ერთმანეთს პატივი მაგალითად
ბაბუაშენმა მოკლა ბაბუაჩემი, ან ცემა ან გალახა, ხო? და ჩვენ ახლა დღეს ვარ თანამშრომლები. აი რაღაცა მოხდა ისე რომ დავიწყეთ პოლიციაში მუშაობა და ვარ თანამშრომლები და მიდვა გამოცანა რომ და გავანეიტრალოთ ერთი პედოფილი, რომელმაც მოპარული ბავშვები სავსე სარდაფში გამაგრებულია იარაღით და გვეუბნება რომ ამ ბავშვებს დავხოცა. ეხლა ჩვენ ვიყავით ჩვენი ბაბუაშენის ტერი იყო. წინ ეს ამოცანა გვიდგას. რა უნდა გავაკეთოთ? ხო არჩევანი აქ არც არის არა. ადროს ბაბუებია, ბავშვები ყავს გადასარჩენი. ეს პედოფილი გასანეიტრალებელი. ხომ ესეა? აი ესევე უნდა მივუდგეთ ერთმანეთის გმირებს. მე რა თქმა უნდა შენ გმირს. მე შეიძლება ჩამოვიდე შენთან და არძიმბა იყოს შენი გმირი, არძიმბას ქუჩა იყოს, არძიმბას ზეგლი ქონდეს. და მე ამას ვცემ პატივს, რომ აი შენ მასე პატივს. მაგრამ მეც მექნება ქობალიასი არ ვიცი რომ უნდა იყო. ჩუღალაბერი დავაგეთ. ჯაბა იოსელიანის აი ხედავთ როგორი უცნაური რამე მეგობრებო რომ ეხა პირველად ზეგი მათ ყავთ თავიანთი გმირები რა. შეუძლიათ დაასახელონ ამ ომის გმირები და პოლიტიკური ლიდერები და ჩვენ არ აქვს და ხო ის აქვს. ხალიანი ბიჭი რომელი პრეზიდენტობა რო უნდა საქართველოში იმისი მამა ხო ნუ ყავს ჩვენი გმირები ნუ მოწამეები. აი წარმოედგინე ხო რომ აი ამავიწყე ხემის გვარ როგორ ამავიწყე საგარეო საქმეთა სამხედრო მინისტრად რო დანიშნა მე ბიძომ და ბოელს რო გააგდო. Hola. აგრელი რომ არის რა კაცო რა გამომაშტერაში. მოგლეთ. და ოღონდ რო ავაგოთ ეს არ ჩვენ ხე პოლიტიკური მოღვაწე არ აქვს რა. ვერ იტყვი რომ ვიღაცა ჩვენმა პოლიტიკური მოღვაწე მართალი იყო ამ ომში. შევარდნაძე იყო მართალი, კიტოვანი იყო თუ იოსელიანი იყო მართალი თუ სიგუა და ვინ კიდე ვინ იყო მართალი? ვინ იყო მართალი? აბა მითხარით ვინ იყო მართალი? არ ვიცი ვინ იყო მართალი, ხო? არ ვერ ვიტყვით, მაგრამ ყავს არა დამავიწყე. ხო და კარგით ეხა გმირები და რომ წამოდგეთ ერთად რომ აქეთ ქუჩა იმის იყოს, აქეთ ქუჩა იმის იყოს, რა ქვია. იქეთ ქუჩა არძიმბას იყოს და აქეთ ქუჩა იყოს ვიცი იყო ეს ქართული გმირი, ერთი და ორიც იყო კაც. მე ჩვენ ყავს მაგალითად ეხლა მღვდელმოწამე ყავს. მღვდელმოწამე ყავს. ხო იქ რომ მოკლეს კამანში და ეხლა ვინც მოკლა იმათმა რა ეხლა უნდა სიმპათია აფხაზმა მართლმადებლებმა თუ როგორ უნდა იყოს ხო? ნუ არ იქნება ადვილი ეს ამბავი მოსაგვარებლად, მაგრამ აი ამაზე დამოფიქრა რა ჯერ ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძალიან მტკივნეული საკითხი და ხელი შემშლელი ეკლესიების გაერთიანების როცა დოგმატურ განსხვავებაზე აღარც არის ლაპარაკი და ეს საკითხით გადაწყვეტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მათი განმარტება საკუთარი სარწმუნოებისა და აღიარება ჩვენი სარწმუნოებისა მათი მხრიდან საფუძველზე აი არ შეგვიძლია ელემენტარული რამ რომ ვაღიაროთ რომ მათ თავიანთი წმინდანები მოიხსენონ ისე როგორც მათ უნდათ. ან ჩვენ მოიხსენოთ წმინდანები როგორც ჩვენ გვინდა მაგალითად ჩვენ ყავს წმინდა ოქროპირი მაგრამ მოტყავთ მაგალითად შევაყავდეთ წმინდა კირილე ხო ყავს მაგრამ ნესტორიანელებიც არიან რომელთაც თავიანთი წმინდანები ყავთ კიდევ ნესტორს წმინდანად თვლიან. ასე შემდეგ ესე იგი როგორ ვიქცევით ამ სიტუაციაში და როგორ ვიქცევით
ეს ეკონომიკურ მოძრაობასაც ეხება და ან ედი შეირმა როგორ გამართა ის წიგნი რა ქვია ის დადგენილება კრეტის შეკრებისა 2016 წელს როგორ ჩვენ ეკლესიებს უწოდებთ იმათ რომელსაც ჩვენი მამები უწოდებდნენ არა ეკლესიას და რაღაცებს ხო ამ დროს მაგ ბიჭო წარსულის პერსპექტივიდან ეგრეა წარსულისკენ თუ გაიხედავ მაგრამ თუ მომავლისკენ გაიხედავ შეიძლება რომ ავაგოთ ისეთი ერთობა სადაც ნუ ერთმანეთს მივიღებთ როგორც მიზადებს და და მივცემთ რა ხო და ამასთან ერთად აი ხა დააკვირდით როგორ არის ხო მეორე მსოფლიო ომის მერე ხო ეს ამ დასკვნამდე მივიდნენ აი რა საზღვრებში ვართ ამ საზღვრებში ვჩერდებით და ამის მაგალითი არის შვეიცარია როდესაც მათმა ესე იყო დაობდნენ ეს სამი მთავარის გერმანული ფრანგები და იტალიელები და სულ რაღაც ტერიტორიებს იყვნენ და ამ წამდა მოუთხა აი ეხლა რომელ საზღვრებში ხართ ეს საზღვრები ვცნოთ და მოვრჩეთ ომს და ასე საუკუნეების ომი ასე დაამთავრა აი ესეთ რაღაცაზე მივედით ჩვენც ხო მეორე მსოფლიო ომის მერე რომ გასაზღვრებში ვარ და აი ამ დადგენილების საფუძველზე ჩვენ მეგობრებო ვართ დამოუკიდებლები იმ საზღვრებში რომლებშიც და ამ საფუძველზე ვითხოვთ აფხაზეთს და ოსებს ჩვენ ტერიტორიაზე არა იმიტომ რომ 21-22-ში რა ხდებოდა არამედ იმიტომ რომ რა მოხდა სწორედ აი ამ მეორე მსოფლიო ომის მერე რა საერთო დასკვნამდე მივედით როგორ გადავწყვიტეთ რომ ვიცხოვრო ჩვენ ცხოვრება იყოს თანამშრომლული და მიმართული თითოეული ადამიანის კეთილდღეობისაკენ იმ პრინციპით რომ ადამიანი კერძო ადამიანი არ არის საშუალება მიზნის მისაღწევად არამედ კერძო ადამიანი არის თვით მიზანი და მის საშუალო გამყრება არასდროს არ შეიძლება არც ერის არც ხარავის სახებით აი ესე შემოუვარ და უვარე